მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს სტუდიაში თქვენთვის ვიმუშავებთ მე და ბატონი მიხეილ მამნიაშვილი. და რამოდენიმე სიტყვა მინდა წარმოთქვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ამის შემდეგ შევეხო დაანონსებულ თემას რა დადებითი შეიძლება მოყვეს თქვათ ხელისუფლების მიერ დაანონსებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს, ანუ მათი სიტყვებს თუ დავესესხებით, სიტყვა-სიტყვით გადმოიღებს მედიასთან, ანუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან დაკავშირებით ინგლისურ კანონმდებლობას. ეს რა ხომ თქვით და დავაანონსეთ, რომ ამ თემაზე გვექნება საუბარი, ჩვენ ორიოდე სიტყვით შევეხებით იმ პრობლემატიკასაც. ხოლო დღეს მინდა კმაყოფილებით ერთი რამ აღნიშნო ბატონ მიხეილ, რომ გადაცემიდან გადაცემამდე მატულობს ჩვენს გადაცემებზე ტელემეყურებელთა რაოდენობა. ეს ხადია. მოხდა შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ კვირაში 1000, 1500, 1400 ცოტაა, მაგრამ ჩვენაირი მცირე ერისთვის თვეში 5000 ნახვა მე მგონი არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია. მით უმეტეს, რომ ჩვენ ყოველთვის მივტიროდით სიმცირეს, ერის სიმცირეს და გახსოვთ ალბათ დავით აღმაშენებელთან ბაშიაჩუკიდან. კაცო, როდესაც მისი გმირი ბაშიაჩუკი ჩადის, თქვათ, ქართლში და ერთ-ერთ თავადს შეუბრება, რომ ჩვენო ბატონო გადავწყვიტეთ აჯანყებაო, მაგრამ როგორ შეიძლება რომ გაფიქრებინათო მოწინააღმდეგე სპარსელები 70000 კაციაო და 2000 ქართველიო ხომ რომ არ გახლავთ ვეიკენა. ესე იგი თუ 2000 კაცი საპირწონედ გამოდგებოდა 70000 სპარსელის, მე ამ თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ 5000 ადამიანი, რომელიც გვისმენს და ესენი უკვე ჩამოყალიბდნენ მუდმივ მაყურებლებად, ეს არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელი. და კიდევ ეს რას ნიშნავს? მაყურებელთა რაოდენობის და ნიშნავს, რომ დაიჯერეს, რომ სხვებისგან განსხვავებით სწორ ინფორმაციას ვაწვდით სამართლებრივ საკითხებზე და კიდევ ერთი ვესაუბრებით იმ თემებზე, რომლითაც ისინი არიან დაინტერესებული. მეტიც ვცდილობთ, რომ საკითხთა მომზადებაში მაქსიმალურად ჩაერთოს თავად ტელემაყურებელი. და ამით გამოვტაცოთ ისინი ხშირ შემთხვევაში ისეთი ინფორმაციების გავლენას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. თანაც არასწორ წარმოდგენას უქმნის საზოგადოებას სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესახებ. ვინაიდან არც თუ ისე იშვიათად ისეა წარმოდგენილი, თითქოს და ჩვენი კანონები შესაბამისობაშია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კანონმდებლობასთან და შესაბამისად თუ იმ ქვეყნების ხალხს არ უჩნდება პრეტენზია თავიანთი კანონმდებლების მიმართ, ჩვენს უყურმანოდ და სიტყვის შეუღებლად უნდა მივიღოთ ის, რასაც გვთავაზობენ. ვინც მიცნობს და თქვენ კარგად მიცნობს ბატონო მიხეილ, ლამის მთელი ცხოვრება შევალია იმის მტკიცებას, რომ ისაც რასაც ხშირ შემთხვევაში გვეუბნებიან ჩვენს ქვეყანაზე ბრჭყალებში გულდათუთხული უცხოელები და მათი გამოხმოვანებელი საქართველოში, რბილად რომ თქვათ, არასწორი. აი თუნდაც პირადი არაქონებულებების, პატივის, ღირსების, საქმე რეპუტაციის და ამ შემდეგ დაცვასთან დაკავშირებით. ამას მიუძღვენი სულ ცოტა ყველა ნაშრომი მეტნაკლებად დაკავშირებულია პატივის, ღირსების, საქმე რეპუტაციის დაცვასთან. 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 13 სახელმძღვანელო და მონოგრაფია. თვითონ საგამოძიებო სამართალში და საპროკურორო სამართალშიც კი პირველად ალბათ ჩვენ შევიტანეთ საკითხი, თუ როგორ წესით უნდა ხდებოდა და რა მონაწილეობა შეუძლია მიიღოს, თქვათ, როგორც გამომძიებო და საგამოძიებო ორგანოებმა, ასევე პროკურატურამ პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის საქმეში. და კიდევ ერთი, ესე იგი ვამტკიცებთ და დღემდე დაულელად ვამტკიცებთ იმას, რომ სოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც სისხლის სამართლებრივი წესით არ იჭრება ცილისამება და შეურაცხყოფა. და წარმოიდგინეთ, რომ არა მხოლოდ იჭრება,
არამედ ქვეყნების უმეტესობა და წინა გადაცემაშიც ჩვენ ეს ამოვაჩინებთ დეტალურად, ისჯება თავისუფლების აკვეთით, ანუ საპატიმრო ხასიათის ღონისძიებებია სასჯელის სახით გამოყენებული. ამ სახელმწიფოთა სიიდან კი რატომღაც ამოღებულია საქართველო. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია. ჯერ ტელემაყურებლობ, თუმცა ნაწილობრივ მაინც შევხედვი რა არის ამის მიზეზი. რამ განაპირობა ეს და რა მდგომარეობამდე მივიყვანა იმან რომ ჩვენ ტრადიციულად პატივისმცემელი ხალხი მორალის ნეობის ამორჩით ისე მდგომარეობაში, როდესაც სილისამება და შეურაცხყოფა დაუჯერია ქვეყნის სინამდვილეში. ანალოგიურად ლამის ზაღლის ყვა გამოვიბია. ახლა უკვე მე რამდენად ვახსენებ აი ამ ტერმინს იმის მტკიცებაში, რომ კანონის გაუმართავობაზე მეტყველებს და ქვეყნის ტრადიციებთან წინააღმდეგობაში მოდის, მაგალითად თავის დროს ზარზე იმით მიღებული სიკვდისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი. ამ კანონის მთელი რიგი დებულებები და განსაკუთრებით ამ კანონის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი, რადგან იგი შეიცავს იმპერატიულ დანაწეს იმასთან დაკავშირებით, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით დაუშვებელია მოპასუხის ანუ ცილისწამებელთა იზოლება მოიხადოს ბოდიში. რაც რბილად რომ ვთქვათ, ცილისწამებელთა წახალისების მიზანს ემსახურება, მეტიც აქეზებს მათ მომავალშიც გააგრძელონ თავიანთი უკეთური საქმიანობა ამ მიმართებით. სამწუხაროდ, ჩემი და კიდევ რამოდენიმე ადამიანის შეგონება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი კანონმდებლობა გარედან იყო იძულებით თავს მოხვეული და ხშირ შემთხვევაში ემსახურებოდა სხვა ქვეყნების არაკეთილსინდისიერ მიზნებს, დიდხანს რჩებოდა ხმად გადაღებისა უდაბნოსა შინანო რეაგირების გარეშე. რადგან ჩვენი ეროვნული ტრადიციებისთვის შეუსაბამო კანონმდებლობის შექმნას ხმალა მოხებული იცავდა და იცავს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც თავიანთ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ და რომლებმაც მინდა საზოგადოებას უთხრა ამისთვის დაიმსახურეს ის, რომ მარადიულად იყვნენ წამყვან პოზიციებზე მთავრობასა თუ პარლამენტში. ამასთან შეუზღუდავად მიიღონ საერთო დრო ტელევიზიებში და გააგრძელონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იმ მტკიცებით, რომ თურმე მსოფლიოში ყველაზე კარგი კანონმდებლობა ჰქონდა და დემოკრატია თურმე დღეს საფრთხეშია იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ როგორც იქნა დაიწყო ეროვნული ინტერესების შესაბამისი კანონების შექმნაზე ფიქრი. თუ რამდენად გამოუვათ ეს ამ კონკრეტულ ადამიანებს მომავალში, რომ გააგრძელონ ამ მიმართებით საქმიანობა, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის ხელახლა პრეზიდენტად არჩევამ რომ ბევრი რამ შეცვალა, მსოფლიოს მასშტაბით ეს ხადია. მეტიც, ის რასაც თითოეულ ადამიანი თუ ამბობდა ჩვენში და მასაც მთელი ძალით ებრძოდა, მოდი ასე დავარქვათ, იმდროინდელი მსოფლიო წესრიგი ჭალებში, დღეს უკვე ნაწილობრივ მაინც გაცხადდა და ახლა უკვე ყველა მიცის, რომ ამერიკული და არა მხოლოდ ამერიკული მრავალმილიარდიანი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციები, მათ შორის USAID თურმე მილიონობით ამერიკულ დოლარს იხდიდა ჩვენში ისეთი პროგრამების დასაფინანსებლად, რომელიც დემოკრატიის სახელით ებრძოდა არსებულ ტრადიციებს და უზრუნველყოფდა იმას, რომ მათი ინტერესების გამტარებელი ძალები მუდმივად ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში და სხვა წამყვან პოზიციებზე, რაც თავის მხრივ ასახვას პოულობდა კანონმდებლობაზეც, რომელმაც მწვანე შუქია უნთო საქართველოში ლანძღვა გინების და ცილისწამების დაუჯელობას, ადამიანებს შორის შუქს, გაუტანლობას, უმადურობას, ღმერთისადმი უპატივცემლობას, შედეგად კი მივიღეთ ზნეობრივად შეშლილი საზოგადოება, რომელიც დაუზოგავად ებრძვის თვისწონს და მათი გამშველებელიც კი არავინაა, რადგან უბრალოდ ავტორიტეტის მქონე ადამიანები აღარ დარჩა ქვეყანაში, ანუ ისეთი ადამიანები, რომელსაც სიტყვა ეთქვით და რომელსაც ამ სიტყვას დაუჯერეთ. ანუ ყველა ხედავს, რომ საზოგადოების იმ ნაწილის ჩარეცხილებად მონათვლა, რომელსაც გარკვეული სიტყვა ეთქოდა ქვეყანაში, შემთხვევით არ მომხდარა. და იგი სპეცოპერაციის გეგმის ნაწილი იყო, რომელსაც ავტორიტეტული პირები არ სჭირდებოდა ქვეყანაში, რადგან იქ სადაც ზნეობის დეფიციტია
და არ არსებობენ ავტორიტეტული ადამიანები, ადვილია პროცესების იმდაგვარად მართვა, რომ შესაძლებელი გახდება საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკური და სულიერი დესტაბილიზაციის ტალღის აგორება და რასაც არაერთის ჰქონდა კიდევაც ჩვენს ქვეყანაში ადგილი. ისე არ გამიგოთ, რომ გადაჭარბებული წარმოდგენის ვიყოს საქართველოსთან იმ პროცესების დამოკიდებულებაზე, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, რადგან ტრამპის გაცხადებული მიზეზი ძლიერი ამერიკაა და არა ძლიერი მსოფლიო, მათ შორის არაძლიერი საქართველო. და ამას არც მალავს. მეტიც ეგრეთ წოდებული ტარიფების ომით არ შეშევარდით ჩვენ გახსოვთ ჩვენს განაცემებში, იგი ცდილობს ამერიკის ტერიტორიების გაფართოებას გრენლანდიის, კანადის, ახლა უკვე ღაზის სექტორის ხარჯზე. და რაც მთავარია, მას უკვე მოყვა ამერიკისთვის სასარგებლო შედეგები. რამაც ხელმძღვანელობაში ერთი სატელეფონო ზარი გახდა საკმარისი პანამის პრეზიდენტთან, რომ პანამას უარი ეთქვა თანხების გადახდევინებაზე გემებისათვის, რომლებიც პანამის არხით სარგებლობენ ამერიკული ხომალდები მაქვს ამ შემთხვევაში. ახლა ვნახოთ ჩვენი მეზობელი და ესოდენ დაჩაგრული და გაუბედურებული უკრაინა. ნუ ახლა მალას დღესაც ჯერა რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვა, მაგრამ მე ამჯერა და თუ მინდა მომკალთ რა ვქნა, მეცოდებიან ეს ადამიანები და ამას მათ სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ იმის შიშით რომ დაფინანსება არ შეუწყვიტონ ამერიკის უკრაინის ხელისუფლებამსა და მას გადასცეს თითქმის მუქთად თავის სასარგებლო სტრატეგიული წიაღისეულის უმეტესობა. თავისი ქვეყნის ინტერესებით იყო ნაკარნახევი ტრამპის მიერ USAID-ის ფაქტობრივი გაუქმება და მისი დაქვემდებარება ამერიკის სახელმწიფოს მდივნისადმი. ახლა ერთი რამ არის, თურმე ამ სტრუქტურაში დასაქმებული ყოფილა 10,000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ალბათ საქართველოშიც და რომ იყვნენ ეს ფაქტია. და ქონია 50 მილიარდიანი ბიუჯეტი. ესე იგი, ამერიკის გაცხადებული, ტრამპის გაცხადებული გეგმის თანახმად, ესე იგი 10,000-დან უნდა შემცირდეს 295 თუ 294 თანამშრომლამდე და ექვემდებარება ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ანუ სახელმწიფო გაანკონტროლებს თუ რა მიმართულებით იხარჯება ესა თუ ის თანხები და ამით დაიზოგება 50 მილიარდი. 50 შეიძლება არ დაიზოგოს, მაგრამ 45 ხო დაიზოგება 45 მილიარდი. და რაც ყველაზე მთავარია, გაირკვა რომ ეგრეთ წოდებული დემოკრატიის დაცვის და მსოფლიოში გავრცელების საბაბით ისინი აწყობდნენ თურმე გადატრიალებებს, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებების ძალადობრივ დიდ შესვლას და იმ ხალხის ხელფასებში იხდიდნენ, ვინც ამას ყველაფერს ემსახურებოდა, ტრეინინგებს ატყობდა და ასე შემდეგ. ესე იგი, გამოდის, რომ აი ასეთ პოლიტიკას თურმე არაფერი საერთო ქონია იმ დიდ გეგმებთან, რომელიც უნდა ქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ახლა იმ ხალხს და იმ დატრენინგებულ ადამიანების მომზადებული რევოლუციები რო ხდება სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოს ციფრების დასახელდა, თუ რამდენ ქვეყანაში დაფინანსდა, თქვა სახელმწიფოს დესტაბილიზაციის და ასე დავარქვათ და რა გადატრიალებებზე ეკლაბარაკი, ღონისძიებები ამის შემოთმვა ძალიან შორს აგვიყვანდა. თუმცა ეს მის საქმეა თითქოს, მაგრამ გამოძახილი იგრძნობა საქართველოში, ხო სწორია. და ყველაზე მთავარი რაც აქ ამ შემთხვევაში ჩვენთვის გამოსადეგარია და აუცილებლად უნდა გამოიყენოს ჩვენერმა ქვეყნებმა. ეს არის რომ ტრამპმა გითხრა ერთი რამ, ეგრეთ წოდებული დემოკრატიების გავრცელება ჩვენს ინტერესებში არ შედისო და თუ მათ ინტერესებში არ შედის, რომელსაც ძალიან გვაყვებდნენ თავს, მაშინ ჩვენს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. და კიდევ არ ყოფილა ამერიკის შეერთებულ შტატებში რეალურად სიტყვის ავისურვა, ხო? მისი ყველა გამოსვლა ამას ადასტურებს, რადგან არსებობდა თურმე ცენზურა. ახლა ამერიკის წარმომადგენელი ვინც არ უნდა იყოს იგი, ხო? ახლა თან დაგიწყებს ზევიდან ყურებას და იმის შეხსენებას, რომ შენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ მოქმედებ, უბრალოდ დაცინვა საზოგადოების და მეტი არაფერი. ვინც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ამაზე აქცენტი უნდა გაკეთდეს, ყოველ შემთხვევაში ჩვენი დამოკიდებულება უნდა გადავხედოთ მაინც ის რაც იყო წარსულში და თუ ამას ვერ ვედავდა ხმამაღლა ამის ხმას ვინმე, დღესთვის მადლით ტრამპმა ამის საშუალება მიცა საზოგადოებას და საზოგადოება ერთხელ რომ დაიწყებს თემებზე საუბარს, მერე უკვე მის შეჩერება შეუძლებელია ეს კარგად მოგეხსენებათ. ანუ ეს იყო მოკლედ ის რაც მე მინდოდა თქვა ტრამპთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე გავლენას ახდენს და ჩვენს ქვეყანაზეც გავლენას ახდენს და ჩვენ სამართალს.
ახლა დაუბრუნდეთ მეორე საკითხს და მთავარ საკითხს. იმ დაანონსებელ თემას, ანუ ხელისუფლების გაცხადებას, რაც ოპოზიციას არ მოსწონს. და რა შეახლა არსი აი ამ განცხადების ის, რომ ხელისუფლება აპირებს სიტყვით გადმოიტანოს და სამოქმედო სამართლებრივ აქტად აქციოს ინგლისში მოქმედი კანონი მედიასთან დაკავშირებით. ახლა რა არის იცით? თუ რატომ არ მოსწონს ოპოზიციას ინგლისის კანონი, ესე ინგლისში უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იყოს საქართველოში, ხო, რატომ? ახლა ვთქვათ, ამერიკული ფარი კანონი, რომლის მიღებასაც აპირებს და ახლა თურმე ცვლის ამერიკის იქ იცვლებოდა. იქ სანამ შეიცვლებოდა ამ კანონმა იმუშავა აწნებულები. და საჭირო იყო, ახლა დღეს თუ არ მიაჩნია საჭირო ამერიკას, ეს მისი გადასაწყვეტია. მაგრამ დღეს ჩვენ საჭიროება თუ გვიდგას, უნდა მივიღოთ ის ამერიკული ფარის მსგავსი კანონი, რადგან გამჭვირვალეობის იმ ვარიანტს კანონისას, რომლის მიღებაც მიიღო სახელმწიფომ, ამის გამოყენების შეუძლებას გარკვეული ძალები არიგლებია, ხო? ახლა ვნახოთ, იმისთვის რომ წარმოდგენა შეგვექმნას, თუ რა მდგომარეობაშია პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი შელახულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ინგლისში, მოდი ისტორიული ესკურსი ჩავატაროთ სულ რამოდენიმე სიტყვით და რამოდენიმე წუთს მოვანდომებ იმას, რომ ავსახო ამ არსებული ვითარება ინგლისში. ახლა ინგლისი მოგეხსენებათ, როგორი ტრადიციების მქონე ქვეყანაა, ხო? ისიც კარგად იცით, რომ ინგლისი არის საერთო სამართლის ფუძემდებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ დღემდე მას დაწერილი სამოქალაქო და სამართლის კოდექსები არ გააჩნია. ანუ ქვეყანაში სამართლის ძირითადი წყარო არის პრეცედენტები, ანუ სასამართლოს განაწყვეტილებები, ხო? თუმცა თლად იმის თქმაც არ შეიძლება, რომ კანონების გამოყენება და სამართლის წყაროდ მიშნება იგნორირებულია ინგლისში, არა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყეს ფაქტობრივად პარლამენტში მიღებული კანონების გამოყენება, მაგრამ პრეცედენტულ სამართალს დღემდე მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ვიცით. აი ახლა ვნახოთ რამდენადაა შესაძლებელი პრაქტიკულად და ისწროს თუ არა მსოფლიო პრაქტიკა, რომ ერთი ქვეყნის კანონმდებლობა გადაიტანოს მეორე ქვეყნის კანონმდებლობა. ამას ქვია რეცეპცია, როდესაც ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნიდან ახდენს კანონმდებლობის მიღებას. მაგალითად, რეცეპცია საფუძველი ჩაეყარა გახსოვთ ბოლონის უნივერსიტეტის დამსახურება არისო ესო, როდესაც რომის სამართლის რეცეპცია მოხდა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში და აგრე სადღაც ძალიან შუა საუკუნეების ბოლომდე მოქმედებდა და გამოიყენებოდა რომის სამართალი. იგივე ქონდა ადგილი წინა გადაცემაში აღნიშნეთ და ახლაც გავიმეორებ თურქეთში. სადაც ჯერ კიდევ 1912 წელს ჯერ რეცეპცია მოხდა, ანუ გადმოღება მოხდა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის, ხოლო 1922 წელს ათათურქის პერიოდში ვინაიდან მას იუსტიციის მინისტრი ყავდა შვეიცარიაში გასავლაგანათლება მიღებული მინისტრი, იუსტიციის მინისტრმა იმის გამო რომ პატივსცემდა შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსს დაარწმუნა თავის ქვეყნის მთავრობა და ათათურქი პირველ რიგში რომ შვეიცარიის კანონმდებლობის გადმოტანა იქნებოდა ყველაზე უფრო მისაღები და მას გამართებაც ჰქონდა, იმიტომ რომ შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსი ძალიან კარგად დაწერილი კოდექსია და ბევრი ისეთ დებულებას და ინსტიტუტს შეიცავს, რაც არ ჰქონდა, რა ქვია, გერმანიის სამოქალაქო კოდექსს და ერთ პერიოდში დაისვა კიდევაც საკითხი იმის შესახებ, რომ თქვათ მოხდა შემთხვევები იყო, თქვათ პატივის დაღისების დაცვასთან დაკავშირებით ჩვენ ამაზე ვქონდა საუბარი და ახლა არ გავიმეორებ, როდესაც ვერ მონახეს ნორმა საკუთარ კანონმდებლობაში, ანუ გერმანულ სამოქალაქო კოდექსში და სხვა საკანონმდებლო აქტებში სასამართლოებმა გამოიყენეს შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დებულებები. და მაშინ დაისვა თვითონ გერმანიაში, ბიჭო, რა გვინდა ჩვენ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც არ აკმაყოფილებს ვერ პასუხებს მოთხოვნებს და თუ ასეთი კარგია შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსი, მაშინ შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსი გამოვიტანოთ და გავვრცელოთ გერმანიაში. ახლა შვეიცარიაშიც გერმანული გერმანელები საკმაოდ დიდ რაოდენობით არიან წარმოდგენილი და ამიტომაც ეს არც იქნებოდა გასაკვირი. ისე რომ მე მგონი ჩვენი მაყურებლების სურვილი ცოდნოდათ რას ნიშნავს რეცეპცია და შესაძლებელია თუ არა დავამაყობთ. აი ახლა ვნახოთ, დავიწყოთ ინგლისში არსებული სასამართლო პრაქტიკისა და კანონმდებლობის მიხედვით. აი ახლა როგორ იცავს ადამიანის იქნება თუ იურიდიული პირის ამ შემთხვევაში დაუშვათ პატივსა და ღირსებას ინგლისი თავისი სასამართლოს ან კანონმდებლობის მეშვეობით.
პირველი რაც არის, ეს არის რომ ისნობს დიფამაციისთვის პასუხისმგებლობას. ახლა დიფამიცია სახელის გატეხვას ნიშნავს. სიტყვით იმდიშოლობით. მაგრამ ამ შემთხვევაში დიფამიციის ქვეშ იგულისხმება როგორც სილისამებით, ისე შეურაცხყოფით პატივისცემის შელახვა. ანუ კრებსიცის სახელია. და დიფამიცია ინგლისური კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიზნებისთვის გულისხმობს ქმედებას, რომელიც ამცირებს ადამიანის ღირსებას და ზიანს აყენებს მის რეპუტაციას. ახლა მინდა ერთი რამ უთხრა მაყურებელს, აი ახლა ჩვენ ეთერში ყოველ დღე გვესმის განსხვავდება უხამსი სიტყვები და ასე შემდეგ. ინგლისში არის თუ არა ასე? ინგლისში დიფამაციისთვის პასუხებაში მიეცა პირი ისეთი გამონათქვამების ერთობლიობისთვის, როგორც არ ნაზირალა, არამზადა, გაიზვერა, პლიდი, ქურდი და დააკმაყოფილა დაზარალებული სარჩელი ფსიქიკური, ანუ იგივე მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მეტის, ინგლისში სასამართლო პრაქტიკა დიფამაციამდე მიიჩნევს ისეთ მინიშნებასაც კი, რომელსაც შეუძლია დაამციროს პირის ღირსება და ერთ ქვეშ დააყენოს მისი რეპუტაცია. ასე მაგალითად, სასამართლო მსჯელობის საგანი გახდა ერთი ქალბატონის სარჩელი გაზეთისა. ლა გაზეთში რამოდენიმე გვერდისგან შედგება გაზეთი და არის განცხადებების გვერდი, ხო? ვინ ქორწინდება, ვინ გარდაიცვალა და ასე შემდეგ. აი ამ განცხადებების გვერდზე გამოქვეყნებული იყო ფოტოსურათი მოსარჩელის ქმრისა და უცნობი გოგონას გამოსახულებით. მოპასუხეები, ვინ შეიძლება იყოს მოპასუხე ინგლისში, ესეც მნიშვნელოვანია. გაზეთის მესაკუთრე რედაქცია და გამომცემელი ამტკიცებდნენ, კაცო, ეს ფოტოსურათია, ჩვენ ჩვეულებრივი წესით მივიღეთო და მოსარჩელისთვის ზიანის მიღების განზრახვა არ გვამოძრავებდაო, მაგრამ თავისუფლ მოსარჩელი ამტკიცებს, რომ ამ სახის ინფორმაციის გავრცელებამ შელახა მისი რეპუტაცია. ვინაიდან ფოტოსურათის გამოქვეყნება შეიცავდა მინიშნებას იმაზე, რომ ის თავის ქმართან კანონიერ ქორწინებაში არ იმყოფებოდა და ეს უკანასკნელის სხვაზე აპირებდა დაქორწინებას. ნახეთ. სასამართლომ რაქნა? სასამართლომ დააკმაყოფილა ეს სარჩელი. და ახსნა იმით, რომ ფოტოსურათის გამოქვეყნებამ შელახა მოსარჩელის რეპუტაცია, ვინაიდან საზოგადოებას ნეგატიური წარმოდგენა შეუქმნა მისი მორალური თვისებების თაობაზე. ესე იგი, მე ცოლი კი არ ვიყავიო, ასე წარმოიდგინა საზოგადოება, არამედ მის აყვარელი ვიყავიო, ხო? უნდა ითქვას, რომ ინგლისში დიფამიციის საქმეებს იხილავს სასამართლომ საჯულების მონაწილეობით. აი როგორია როლები განაწილებული ამ შემთხვევაში. მოსამართლეც ყვეს მხოლოდ სამართლებრივ საქმეს. კერძოდ ადგენს გავრცელებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია ან გამონათქვამები თუ რამდენად ატარებს სახელგამტეხ ხასიათს. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე რომ არ ატარებს, მაშინ იგი ერთპიროვნულად შეწყვეტს საქმეს. ხოლო თუ დადებით შემთხვევასთან გვექნება საქმე, გადასცემს განსახილულად მსაჯულებს, რომლებმაც საბოლოო დასკვნა უნდა გააკეთონ იმის თაობაზე, ესათვის კონკრეტული სახელგამტეხის ცნობა ზიანს აყენებს თუ არა პიროვნების რეპუტაციას. აღსანიშნავია, რომ ინგლისში მოქმედებს პრინციპი ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუხედავად იმისა არამარძომიერი მოქმედებით არის იგი მიყენებული თუ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით. ანუ მოქმედებს მკაცრი პასუხისმგებლობის პრინციპი, მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ საკმარისია დადგინდეს ზიანის მიყენების მხოლოდ ფაქტიდან მნიშვნელობა არ აქვს დამდგომს ამაში ბრალი მიუძღოდა თუ არა. ჩვენთან ნახეთ მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ბრალეული მოქმედება საჭირო. ხედავთ? ეს არ მოსწონს ვიღაცას. ზემოთქმული სრულებითაც აღნიშნავს, ახლა ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ თითქოს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმი უფრო ხშირად გამოყენებული ინგლისში ადამიანების უფლებების დასაცავად და ესეც ასეც, მაგრამ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ დგება ინგლისში დიფამაციისთვის. კი ბატონო. ანალოგი მაგალითად სისხლის სამართლებრივი დანაშაულს წარმოადგენს ინგლისში და სისამართლებრივი წესით იჯება უსაფუძვლო მტკიცება იმის შესახებ, რომ დაზარალებულის მიერ ჩადენილია დანაშაული, რომელსაც შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა. ხედავთ? თუ თქვენ იტყვით, რომ ამან დანაშაული აქვს ჩადენილი და იმისთვის შეიძლება თავისუფლების აღკვეთა დაინიშნოს,
ჩათვალეთ, რომ ეს არის უკვე სისამართლეების დაშადი, დიფამიცია. შემდეგი ანალოგიურად დანაშაულია უსაფუძვლო მტკიცება, რომ დაზარალებული და ავადებული ამ ძიმიან სამარცხვინო დაავადებით. მაგალითად ავადებულია კიბოთიო ტყუილ. დაამოშტება რომ ეს ასე არ არის. ვენერიული დაავადებაა სამარცხვინო დაავადება და შემდეგ. გათხოვილ ქალზე თუ გავრცელდება ან გასათხოვარ გოგონაზე ინფორმაცია, რომ იგი ამორალური პიროვნება, ესეც სისამართლებრივი წესით დაშადია. დაზარალებული საქმიანი პროფესიული და კომერციული რეპუტაციისთვის ამცირებელი ინფორმაციის გავრცელება. მათ გარდა სისამართლებრივი წესით დაშადია დანაშაულია კვალიფიციური სილისამრება. რა არის ეს? რაც გულისხმობს წერილობით სილისამრებას. ან ისეთ სილისამრებას, რომელსაც სისტემატიური ხასიათი აქვს, მიაქციეთ ყურადღება. და ასევე ჩვეულებრივი სილისამრება შეიძლება გახდეს სისამართლებრივი წესით დაშადი, თუ მას ახლავს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მხოლოდ იმ პირობით იგი სარჩელის დამოუკიდებელ საფუძველს არ წარმოადგენს. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მაყურებელს მინდა უხსნა და იმ ჩვენს იურისტებს, რომლებიც გოზღვრავენ, რომ თუმი არაფერი არ იყო, სანამ არ ქონდა ეს კანონი მიღებული, გვარწმუნებდნენ იმაში, რომ ინგლისში არის შეგავო ეს მოქმედებებიო სამართლებრივი წესი. ახლა კი ბატონო, ამ კრიტერიუმების რა ჩამოთვალე გათვალისწინებით, ინგლისის სამართლომ კვალიფიციურ სილისამრებად და შესაბამისად დანაშაულად ჩათვალა. კვლევისთვის მსჯავრდებულთა გვერდით იმ პირის ფოტოსურათის გამოქვეყნება, რომელსაც ეძებებოდა გამოძიება, რომ კვლევა ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ არ იყო ჯერ კიდევ კანონიერ ძალაში შესული მის მიმართ გამოპყრობელი განაჩენია, რომ ხედავთ, უდანაშაულობის პრეზუმციას როგორ იცავენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. დამნაშავეა თითქოს საზოგადოებას ასე მიაჩნია. დამატიმრებულია კონკრეტული პირის ბოლომისათვის, მაგრამ განაჩენია და კანონიერ ძალაში შესული. აი ასეთ შემთხვევისთვის ჩათვალა და მიიჩნია, რომ დიფამიციას ჰქონდა ადგილი და სისამართლების წესით დაეჯალა ის პირი, ვინც ასეთ პიროვნებას უწოდა დამნაშავე. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ინგლისში უფრო ხშირად გამოიყენება სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმი. ეს მარტივად აიხსნება. ინგლისელი ადამიანისთვის უმჯობესია მიიღოს თუნდაც სიმბოლური ხასიათის ფულადი კომპენსაცია, ვიდრე მოითხოვოს დაშა. ახლა რა არის, როდესაც იგი სიმბოლურ თანხას იღებს, ეს არის ნომინალური კომპენსაციის ანაზღაურების მექანიზმი, რომელიც სასამართლო პრაქტიკამ დაამკვიდრა ინგლისში, ამით იგი მორალურ კმაყოფილებას განიცდის, სულიერ კმაყოფილებას, გამიგეთ? ხედავ, მე დავამტკიცე, რომ მართალია, ეს იყო მთავარი იმისთვის. ახლა რაც შეეხება სტატისტიკა ახალი არ მაქვს, მაგრამ როდესაც მე ვწერდი იმ ნაშრომს საზღვარეთის ქვეყნებში პატივის ღირსების და საქმე რეპუტაციის დაცვა, ეს 2004 წელს გამოვიდა და რაც მასალები მოვივლე, აღმოჩნდა, რომ 1991 წლებში ინგლისში დიფამიციისთვის აღზრდა სულ 2 სისამართლე. არც ერთი არ დასულა სასამართლოში. რატომ? იგი შეძლო მხარეთა მორიგებით, ანუ კერძო ბრალდების საქმეა. რაც შეეხება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მოდი მოუტრიალდეთ. მის მიმართ სახელმწიფო და სასამართლო არ ერიდება პრესის თავისუფლების შეზღუდვასაც კი. წარმოიდგინეთ, თქვენ ხო არ ჩვენთან ხო რასაც გინდა იმას იტყვი. სასათბირო პირებებია შექმნილი და ასე არ ყოფილა ინგლისში და პასუხს აგებს ბევრი ორგანოს მესაკუთრე რედაქცია და გაუმცემლობა. გამავრცელებელი თუ ვერ დაამტკიცებს, რომ მან არ იცოდა რას ავრცელებდა. და ბრალის მიუხედავად, რომ დაიწყო ახოს, რომ მე პასუხს არ ვაგებ, აწერია ჩემს იმაში, ასეთი რამ არ მოსულა, ასე ვთქვათ, ჟარგონის ენაზე თუ ვიტყვით, და უნდა ითქვას, რომ დიფამიციის შესახებ ინგლისში 1958 წელს მიღებული იქნა კანონი. ეს კანონი როცა ამოქმედა, ნიშნულია, რომ მან რამდენადმე შეამსუბუქა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პასუხისმგებლობა. ადრე იყო, რომ როგორც კი გამოქვეყნდებოდა დიფამაციური ინფორმაცია, იგი უნდა შეზღუდულიყო ან გაუქმებულიყო, ან თქვათ, გამიგეთ? ან გაგზავნოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქმიანობა, აი ამ 1952 წლის კანონმა დიფამიციის შესახებ ეს წესი გარკვეულად მოხსნა. ახლა რაში გამოიხატება? მეოთხე მუხლი მაქვს პედაგოგიაში. მან დაამკვიდრა პრაქტიკაში არაბრალეული დიფამიციის ნება. არსი მდგომარეობის შემდეგში სახელგამტეხის ცნობის გამოქვეყნებელ მასობრივი ინფორმაციის საშუალებას
თუ არ უნდა პასუხი აგოს და შეიზღუდოს მისი როგორც საინფორმაციო საშუალებების საქმიანობა, მას ევალება რომ ბოდიშის მოხდით, უნდა მიაქციეთ სიტყვას ბოდიშის მოხდით, შესთავაზოს დაზარალებულს გავრცელებული სტობების გამომართილებელი ინფორმაციის ყოველგვარი დაბოლების გარეშე გამოქვეყნება და დაზარალებულმა დაეთანხმოს ამას. ხედავთ, დაზარალებულ რადონეზე ავალი. ყველა სხვა შემთხვევაში ბეჭდვითი ორგანო პასუხს აგებს, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს, ანუ მტკიცებულება უნდა წარადგინოს. ჯვირფასო ტელემაყურებელი გამიგზავნა სიტყვა ბოდიშის მიხეილ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თქვენ თვითონ გააკეთეთ ალბათ დასვა და მივხვდით. ინგლისური კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა რატომ არ მოეწონათ იმ პირებს, ვინც უკვე ამ კანონებსაც დაუწყო ლანძღვა გინება და გულში ალბათ იმასაც ამბობენ, რომ ინგლისელებმა თავის რუსეთის გავლენით მიიღეს ეს კანონი. არ მოეწონათ. გასაგებია, რადგან სხვათა დაუმსახურებლად ლანძღვა გილებისათვის და ცილისამებისთვის მათ ჩვენს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა უქმნის სასათბურე პირობებს. გაფიგეთ. და ეს რა თქმა უნდა ასეთი კანონის მიღება არავის არ მოეწონება. და კიდევ ყველა, ნუ არა მე ჩვენ თავი არ მაქვს ფედერალობაში, ერთხმად ამტკიცებდა, რომ როდესაც 17-2 მუხლი ამ შინაარსით შევიდა ციკლზე გამოხატვის სარწმუნოების შესახებ კანონში, რომ დაუშვებელია ცილისამებლის იზოლება, რომ ბოდიში მოიხადოს, ასე ამ თემ სოფლიოში არ ყოფილა რატომ. ამ მუხლმა ერთი მუხლი მოვიყვანე, წარმოაჩინა იმ ადამიანთა, მოდი ასე დავარქვათ, რომ განსწავლული არ არიან ამ საკითხებში და ტყუილს ამბობენ და საზოგადოებას ტყუილებით ყვებავენ, რომ თითქოს ბოდიშის მოხდა აკრძალული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ყველაფერი რაც ახლა მე თქვენ მოგახსენეთ, არის ჩვენ წიგნში 2004 წელს გამოვიდა და როდესაც წერდი, მაშინ ფიქრობდი ერთ რამეს, რომ გავაწლები კაც ვიღაცა იტყვის, რომ ყველა ისი არ ფიქრობდა, როგორც ესენი ამბობენ, ხო? იქნება სხვა მდგომარეობა. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს და საქართველოში ამ ვითარებასთან დაკავშირებით მონოგრაფია. სულ 2 მონოგრაფია ამ თვალსაზრისით შეიქმნა იმის გამო, რომ დღესაც რომ გამოდიან კიდე არ მინდა მათი ვარი და სახელი დავახსენებ მეებდებიან. მაშინაც ამბობდნენ იმას, რომ მოხელეზე რაც გინდა თქვით და პასუხს არ აგებთ და ასია მთელ მსოფლიოში. ეს არ ამოხდა სწორი. ახლა მე დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ინგლისური სამართალშიო რაც უფრო ახალიაო, პრეცედენტიო, მით უფრო ღირებულიაო. მე ჩვეულებების გამოყენება და ტრადიციების მისწავლია ცოტა განსხვავებულად და რაც უფრო ძველია ჩვეულება, მით უფრო ფასეულია ინგლისში და 1099 წლამდე რიჩარდ ლონგულის გამეფებამდე მიღებული პრეცედენტი გაცილებით პატივდებულია ამ თვალსაზრისით ისე რომ თქვენ ალბათ მივხვდით, ხო? რომ ამ კანონის მიღებით სათქმელი თითქოს და არ უნდა გქონდეთ იმ ადამიანებს, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, მაგრამ რა ხმა კარგი ცხოვრება როცა გინდა, ყოველსაც გათხოვებს ხანდახან ცხოვრება. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ და დავამთავრეთ მე ამ სამალსაუბარს, არც ინგლისური კანონების განმოღება გვჭირდება ჩვენ და არც ამერიკული და არც გერმანული. იმიტომ რომ ჩვენ სინამდვილეში ჩვენი ტრადიცია და ჩვენი სამართლებრივი წარსული იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენი დამოუკიდებელი სამართლებრივი აქტები შევქმნათ და ეს იქნებოდა ყველაზე უფრო მეტად გამართლებული. მაგრამ დღეს ჩავთვალოთ, რომ ჯერ კიდევ ვართ გარკვეული ძალების გავლენის ქვეშ, გავიგეთ? და სწორედ მათ გასაჩუმლებლად სახელმწიფო იძულებულია წავიდეს ამ ნაბიჯზე. მე არავის მოქმედებას ავამართლებ, მე უბრალოდ გიყვებით იმას, რაც იყო. და 2004 წელს გამოცემული ნაშრომი, რომ ძალიან ბევრმა იცის, ჩემი რო იმიტომ არ მომბობ. სხვა ნაშრომები შეიძლება არც იძებნებოდეს. ჩემი სამეცნიერო ნაშრომები ჩამონაცვლა Facebook-ში, მაგრამ ეს კი ნამდვილად არის და
აქედან გამომდინარე თუ ვინმეს რაიმე სურვილი გაქვს შეგიძლია წაიკითხოთ ნახოთ და მერე ვიდაოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით ახლოთ ვერას ვსანებთ ბატონო ბატონო თემურ ძალიან სასიამოვნო იყო და ძალიან საინტერესო კიდევ ხო მოდით არა პირიქით ძალიან საინტერესო იყო ტელემაყურებლებისთვის და საზოგადოებისათვის ეხლა რაც შეეხება ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი პატარა მომენტი აი წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ და ეხლაც შეიძლება რომ არა ვთქვა აი უდანაშაულობის პრესუმციის რეალიზაცია პრაქტიკაში მე რომ ვიტყო ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს გამოდიან ეს ადამიანები პოზიცია ოპოზიცია და ოპოზიცია განსაკუთრებით და აგერ პირდაპირ მძახიან აცხადებენ რომ ის დამნაშავეა არა და ამ დროს არავითარი საფუძველი არ აქვს იმისა რომ თქვა ეს პიროვნება გამოაცხადონ დამნაშავედ რატო იმიტომ რომ არა მარტო საქართველოს კონსტიტუციაში არამედ დეკლარაციებში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და სხვა კონვენციებში პირდაპირ მითითებულია უდანაშაულობის პრესუმციის დეფინიცია. Ну ჩვენთან ბრალდებული ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მისი ბრალი არ დასრულდება კანონებად არის შესული გამოთქმელი განაჩენით. და წარმოიდგინეთ ბატონო თემურ ერთ პატარა დეტალს გეტყვით. აი ავიღოთ საფრანგეთი. აი საფრანგეთში იმდენად მყარად არის დანერგილი და იმდენად კარგადაა დაცული უდანაშაულობის პრესუმცია, რომ მათ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ადრე იყო ესეთი დეფინიცია ბრალდებული სახით პასუხისმგებლობაში მიცემა. ერთ-ერთი სტატია იყო სისხლის სამართლის პროცესის. და შეცვალეს, იცით, როგორ შეიძლებაო ჩვენ ამას უწოდოთ ბრალდებული სახით პასუხისმგებლობაში მიცემაო, როდესაც ბრალთან ასოცირდებაო. აქედან გამომდინარეო, ირღვევაო უდანაშაულობის პრეზუმციაო. და ეს ჩანაწერი ბრალდებული სახით პასუხისმგებლობაში მიცემა შეცვალეს პირის განსახილველად მიცემა. აი ეს არის იცით თავარი მეგობრებო უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვა. მეორე კიდევ აი ალბათ მოისმინეთ და ნახეთ აგარ ინგლისში მოყოლი მაგალითი. კი, აბა რა. როგორ ჩემი სურათი რატო გამოახვენეთ იმ ადამიანების სურათების გვერდით უკვე რომლებიც მიჟი ესე რა ქვია უესაც საშელი აქვს უკვე გამოდანილი პროდუქციის. აბა რა. თან კიდე ბატონო თემურ ეხლა აგერ ინგლისი არის პრეცედენტული სახელმწიფო. მაგრამ იმას ანიშნავს რომ იქ არის კანონები. რა თქმა უნდა არის იქ კანონები, მაგრამ ძალიან ბევრი კანონები, აი მაგალითად გამოძიებაზე დაახლოებით 50 კანონია. და ყველაზე საინტერესო რა არის, იცი ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 შტატია მოხსენებათ 50 შტატს აქვს თავისი საკუთარი კონსტიტუცია, საკუთარი სისხლის სამართლის კოდექსი, საპროცესო კანონმდებლობა, მაგრამ არ დაგოიწყეს ის რომ იქ პრეცედენტებიც არის. პრეცედენტებიც არსებობს. ხო, იქ საერთოდ სამართალი კი, მაგრამ მოდერნიზებული სამართალი. უბრალოდ რა ხდება? ისინი ფიქრობენ რომ არ შეიძლებაო თუნდაც საპროცესო კოდექსიო ყველაფერს ვერ მოიცავსო, შეიძლება რაღაც გამორჩესო, ვერ გაითვალისწინოსო და აქედან გამომდინარე იქ იყენებენ ასევე პრეცედენტებს. ერთხელ რა გააკეთეს, იცით? კრებული გააკეთეს პრეცედენტების და საპროცესო კოდექსების. და 12 ჯერ მეტი იყო პრეცედენტები, ვიდრე კოდექსები. აი ოდენობით 12 ჯერ მეტი. აი ძალიან საინტერესო ქვეყანა, იმიტომ რომ ფაქტობრივად თუ გაითვალისწინებს რაიმე ცევა ნორმა, იყენებენ პრეცედენტებს. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხო ბატონო თემურ, ალბათ გაიჟღერა ტელევიზიაში, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში აგერ დაიწყო გამოძიება გირჩი ჯაფარიძისა და გვარამიას მიმართ. 333 მუხლით. ათივარ დაიწყო თუ ფაქტზე დაიწყო? ფაქტზე დაიწყო და ეხლა არის თუ არა მათ ქმედებაში დანაშაული მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე ვილაპარაკე უდანაშაულობის პრეზუმცია და ყოველ შემთხვევაში მე არა მაქვს პირველი უფლება დავარღვიო. რა თქმა უნდა, ნიშნები არის, რა თქმა უნდა, ნიშნები ახლა უყურეთ რა ხდება
ესეთი შემადგენლობა 333 მუხლი დაიწყო გამოძიება და ნუ ეხლა მან რას ეტევება პროკურატურა რომ აგერ მიდიანო საზღვარგარეთ ქვეყნებშიო თქვა ევროკავშირის და მოითხოვენო ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას დასანქცირებას და თუ ეს მასია ხო აგერ პირდაპირ წერია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებები საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონური ინტერესის არსებით დარღვევა გამოიწვია. ეხლა თუ მართლაც მოხდება ისე რომ თქვათ ვიზალიბერალიზაციას გაუქმებენ ან დასანქცირება ეს ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა აი ეს პიროვნებები ეს პირები მოქმედებენ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ. რამდენად არიან ესენი მოხელეები? აი თუ მოხელეზე აქვს საუბარი. აი უყურეთ რა წერია ძალიან საინტერესო დეფინიცია აქ. აი თვითონ სამოხელეო დანაშაული ბატონო თემურ მთლიანად 322 და მათ შენიშვნები. ზეგავლენით ვაჭრობა და შემდეგ რა წერია? ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ის დანაშაულები, რომლებიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები, თანამშრომლები, საარჩევნო სუბიექტები, კერძო აღმასრულებელი აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. ნუ მოგხსენებათ ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით რომ ან თავის მიზნებისათვის მოხელესა გათანაბრებული პირი ასევე ესენი არიან პოლიტიკური პარტიის წევრები, თანამდებობის პირები, თავმჯდომარეა მეორე და გამომდინარე სუბიექტები რა თქმა უნდა ესენი არიან. ეხლა მეორე საკითხია მათთან ერთად რამდენად არიან უცხო ქვეყნის ის პირები რომლის ასეთი უაპელაციო გაცხადება აი ეს მინდოდა მეთქვა აგერ პირდაპირ წავიკითხავ ამ თავის მიზნებისათვის მოხელესთან გათანაბრებული პირი ასევე გულისხმობს უცხო ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირს მათ შორის საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს წევრს ნებისმიერ პირს რომელიც ასრულებს რაიმე საჭირო ფუნქციას. ეხლა რატო აცხადებ ამას? იმიტომ რომ კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი. აი როდესაც ჩამოდის თქვა უცხოეთის ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში და აკეთებს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ განცხადებებს ეს უკვე დანაშაულია. ეს უკვე ქმედების შემადგენლობა ბატონო თემო. იმიტომ რომ ილახება სახელმწიფოს ინტერესები. მოდი ახლა მე ყველაზე მეტად ქართულ საზოგადოებას ესმის ვილსონის სახელი ხო? კი. ესე იგი ნუ ახლა რა გადაიგიდა ამ ვილსონს კი რა გადავიგida მე პირობიდან ლავარაკო. ესე იგი ვილსონის გადის ამ სამოხელეო დანაშაულის სუბიექტარი. რა თქმა უნდა, რა საქმეა ვილსონი. ის მე მაგარ ამის შესახებ. ვერ გეტყვით როთი რო ჩამოდიოდა კობილიუსები და აგერ ჩამოსულები რო იყვნენ და აგერ და განცხადებებს აკეთებდნენ. რა არის იცით თუ კი არის სახელმწიფო, თუ კი დაირღვა სახელმწიფოს ინტერესები და თუ კი ქმედების შემადგენლობაა უნდა დაიწყოს გამოძიება. ახლა მეორე საკითხია, იცით ბატონო თემური, უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიება იმას კი არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ის დანაშაული გამოცხადდეს და დანაშაული არა. გამოძიება ნიშნავს იმას, რომ ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, ჩაიდინა თუ არა დანაშაული და ასე შემდეგ. აი ეს არის მთავარი, იცით? ესე იგი არის თუ არა აქ დანაშაული ქმედების დამადასტურებელი ნიშნების ერთობლიობა? თუ არ არის და ორივე უნდა შეგვიძლია გამოძიება. უნდა დაიწყოს გამოძიება, რეგულაცია უნდა მოხდეს ისე როგორც საპროცესო კანონმდებლობაშია, სისხლის სამართლის კანონმდებლობაშია და რა შედეგზე მივა, ეგ უკვე მეორე საკითხი. ეხლა შეიძლება აგერ შემოგვედავან რომ ევროპარლამენტის წევრები არიან და მათი ცალთ იმუნიტეტი. მე რა რომ აგერ მხოლოდ ორი შემთხვევაა თუ პრეზიდენტი დააკავეს დანაშაულის ჩადენის დროს ან და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი. მაშინ არ შეიძლება დაკავება და სხვა დანარჩენ შემთხვევაში მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თუ დააკავებენ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ ეს მეორე საკითხია.
თუ პარლამენტმა არ მისცა თანხმობა, გასაგებია. ამასაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს. თუ დაიწყო გამოძიება და დადგინდა რომ ამ პირმა ჩაიდინა დანაშაული, ხო? და თქვათ აგერ პარლამენტმა არ მისცა თანხმობა. ეს იმას კი ანიშნავს რომ შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა. არა ბატონო, ამ შემთხვევაში შეერდება დაიძინებს საქმე. შეერდება აი ეს სისხლის სამართლის საქმე, სანამ ამ პირს იწავს იმუნიტეტი. როდესაც აღარ ექნება იმუნიტეტი, შეიძლება განახლეს და მიეცეს პირი ბრალდებული სახით ბასტებაში. აი ეს მითოდა ბატონო თემური მე თქვა და თან კიდევ გაშღერდა კიდევაც მამუკა. თან გერმანიაში როთი ხო არის გერმანიის თქვათ პარლამენტის წევრი ხო პარლამენტის წევრს რამდენად იცავს იქაური იმუნიტეტის მქონე ადამიანის ადამიანს თავის ქვეყნის იმუნიტეტი საქართველოში ხო აი ხო ევროპარლამენტარზე შეიძლება კიდევ თქვათ ხო ყოველ შემთხვევაში გაწამცები უნდა დაიწყოს გამოძიება უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები უნდა დადგინდეს და აი რა შედეგი იქნება ზოგიერთები ფიქრობენ რომ აი რა დაიწყო გამოძიება ისთან არა ბატონო რამდენჯერ ყოფილა ბატონო თემური აგერ დაგვიწვია გამოძიება ჩატარებულა გამოძიება და შეგვიწვეთია საქმე რა მე გამოძიება იმას ანიშნავს რომ მაინც ის პირი ვიღაც გამოჩნდება პირი რომელმაც ჩაიდენა დანაშაული შეიძლება ის არ ჩაუდგენია დანაშაული აი ჩემს აზრით ეს აუცილებელია ეცით მარტო ის რომ აგერ გამოვიდნენ თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენლები თუნდაც პრესაში რომ აი კუბილიუსები როთები ვილსონი აგერ როგორც განახსენეთ გააკეთეს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ განცხადებები არ არის საკმარისი კანონი არსებობს კანონი ერთია და ეს კანონი უნდა განხორციელდეს. ყოველ შემთხვევაში რაღაც მექანიზმები უნდა იქნეს გამოყენებული თუნდაც იცავს ევროპარლამენტის წევრია მას უნდა ევროპარლამენტმა მიმართო რა თქმა უნდა რა თუ ვარს გეტყვის მე შეაჩერო და და ასე შემდეგ ან ყოველ შემთხვევაში უცად ჩამოდის საქართველოში და აქ რო განცხადებებს აკეთებს თუ მიგაშნია რომ ეს დანაშაულის შემცველია ეს მოწოდებები ვთქვათ მის მიერ მაშინ ეს უკვე ფაქტობრივად წასრება დანაშაულზე ხო რასაკვირველია ხო და მისი დაკავების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა ეძლევა 1000 ვერსია ყველა კონკრეტული შემთხვევისთვის სცენარია შესამუშავებელი სპეციალურად მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე და მისი რეალიზაციის უნდა მოხდეს ქვეყნის მით უმეტეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიასენებლის თანახმად აგერ პროკურორი ვალდებულია თუ აგერ დანაშაულის შესახებ ან შეტყობინება იმას კი არ ნიშნავს რომ შეიძლება შეტყობინება არ შემოვიდეს მაგრამ გახსოვთ რომ წინა საპროცესო კოდექსში იყო ესე იგი გაზეთებში ბროშურებში გამოქვეყნებული ინფორმაცია რომელიც შეიცავდა დანაშაულს გამომცემელი პროკურორი ვალდებული იყო სისხლის სამართლის საქმე და ჩაეტერებია გამოცემა მე მგონი საკმაოდ განვანათლეთ ჩვენი ტელემაყურებლები სამართლებრივ ნიუანსებში ძალიან რთულია სამართლის ენა მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ გავუმარტივოთ და გამარტივებულად მოგაწოდოთ ის რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს სამართლებრივი თვალსაზრისით და ვისაც მიაჩნია რომ ჩვენი მსჯელობა ასწენილია სამართლებრივ საფუძვლებს რაც შეუძლიათ მოგმართონ მოგზავნონ ტელევიზიაში და გავმართოთ ამ საკითხებზე პოლემიკა. მაგრამ მანამდე ურჩევდი ჩვენ ნაშრომები წაიგიხართ. კი. სანამ თავიანთ პოზიციებს გამოხატავენ და დაასაფუთებენ. ხოლო კანონმდებლებს უთხრათ. ყველაფერი ის, რასაც ისინი ფიქრობენ, უკვე დაფიქრალი. ხო? კი. შეიძლება გადაწყვეტილების განსხვავებული კონდეთ მაგათ. მაგრამ საზემარი არაფერი არა. სამოქალაქო სამართალში ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის კუთხით თუნდაც ისე რომ ყველაზე მეტად ადამიანს აწუხებს სწორედ ის რომ მათი პატივი და ღირსება არ არის სათანადოდ დაცული ყველაფერს აიტანს ადამიანი გაჭირვებას ხო ცულებაში ყოფნას მაგრამ ერთ კანონის სიმკაცრეს მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კანონი იქნება სამართლიანი. აი მთავარი ეს არის სამართლიანი. აი ვახტანგ გორგასალი როცა გარდაიცვალა ეკლესია მის შესახებ აღნიშნა
იგი სიმართლით ემსახურებოდა ღვთისაქმეს. ამაზე დიდი შეფასება ადამიანის ამ ქვეყნიური ცხოვრების არ არსებობს. და ღირსი გახდით ბატონებო იმის, რომ თქვენი გვარებიც აი ასეთი კარგი შედარებებით შევიდეს ისტორიაში. დღეს ფაქტობრივად გავაგზავნოთ ზოგიერთი შესახებ თუ გავაგზავნოთ პასუხ რამდენიმე წუთს ალბათ. კი ბატონო. ნუ აი ახლა ისე მივუყვეთ იმ ადამიანთა შესახებ ინფორმაციების წარმოდგენას, ვინც ჩვენ პროკურატურის საპროკურორო სამართალს შევიტანეთ და საზოგადოებას მივცეთ მსჯელობის შესაძლებლობა იმ ადამიანების თაობაზე, რომლებიც საქმიანობდნენ პროკურატურის სისტემაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება განსხვავებული აზრები ჰქონდეთ ადამიანებს მათ საქმეებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ პოზიცია გვაჩნია, რომ ისინი პროფესიონალები იყვნენ და თუ ცოდავდნენ კანონთან დაკავშირებით, ეს უკვე საზოგადოებრივი შეფასების საკითხი. ბატონი ავთანდილ ავთოწოლოკიანზე მინდა ეს პიროვნება დღეს ახალგაზრდა თაობისთვის ცნობილია როგორც ქალბატონი თეას წოლოკიანის მამა, მაგრამ მერწმუნეთ რომ არანაკლებ პოპულარული პიროვნება იყო და ცნობილი სახე იყო ბატონი ავთო, როდესაც იგი სამართალ დამცავ ორგანოებში მოღვაწეობდა. ნუ პროკურატურის ორგანოებში დაიწყო როგორც ვიცი, მე იყო მოსამართლე რაიონულ გულში და უზენაეს სასამართლოს წევრი. და როდესაც პენსიაზე გავიდა, ვინაიდან ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა და დანაშაული იქნებოდა ქვეყნის წინაშე, რომ მისი გამოცდილების გამოყენება არ მომხდარიყო, იგი მოვიწვიეთ ჩვენთან, ეს იყო პროკურატურაში, გენერალურ პროკურატურაში, სადაც მე მუშაობდი სახელმწიფო ბრალდების სამსახურში. პროკურორად მუშაობდა და მე მახსოვს მის მიერ ნებისმიერი დოკუმენტები, რა სიღრმეები იყო იქ ჩადებული და ასე შემდეგ. ესე რომ ბატონ ავთოსთან დაკავშირებით თუ რამე სიტყვით, ვიტყოდი გავიხსენებდი ბატონო თემურ, ჩვენ რო შექმნით ესეთი ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარე პენიცე იყო. იუსტიციის მუშაკების სამართალი საქართველოს. აი მაშინ ნახე, მაშინ იყო მობრძანებული. ძალიან კარგად ვიცნობდი ბატონ ავთოს, იმიტომ რომ რო დავდიოდი, თქვა უზენაეს სასამართლოში ხვდებოდი, საუბრობდი და ბოლოს როდის შევხვდი, იცით? ბოლოს ავტობუსში ჩავჭიხი და ამოვიდა ავტობუსში. ხო და ადვოკატობდა. ხო და მიშაო ადვოკატობდა, ეხლა მივიდივარ რომ აგერო ძალიან კარგი კვალიფიციური და რა ვიცი, ძალიან ძლიერი იურისტი იყო. ბატონი გივი ეხაია. ასაც ძალიან სერიოზული ცხოვრების ჰქონდა გავლილი, სამწუხაროდ აღარა ცოცხალი. იგი მუშაობდა პროკურატურის ორგანოებში, მე იყო უზენაეს სასამართლოს წევრი და ერთ-ერთი წამყვანი წევრიც. და მე იყო იქ ინციდენტი და მას მოუწია დაეტოვებინა უზენაეს სასამართლო და ადვოკატობდა. მე ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მომიწია როგორც გამომძიებას ადვოკატთან ურთიერთობა. მე ამ ურთიერთობამ გულწრფელად ვიტყვი ძალიან ბევრი რამ შემწირდა. მაგარი პირო. მე მაიზოლა რომ ისეთ სიღრმეები გამომიყვი ამ საქმის გამოდიების პროცესში, რასაც შეიძლება სხვა დროს თავი არ შემეწმხები. არადა მან ერთადაც მიაღწია. პიროვნება, რომლის მიმართაც ერთხელ უკვე არსებობდა სიკვდილის დასჯის შესახებ განაჩენი, ეს საქმე დაბრუნდა უზენაეს სასამართლოდან. წარმოგიდგენიათ. და მიაღწია იმას, რომ გადაარჩინა დახვეწა. გამიგეთ. ანუ ეს საკეთებდა ამას თავისი გონიერებით, ძალიან ტაქტიანად. მე ისეც დაბრუნდა პროკურატურაში და სამხედრო პროკურორის მოადგილე იყო და ესე რომ კადრებს ზოგიერთი ხელისუფლებისგან განსხვავებით, თუ ისინი პროფესიონალები იყვნენ, ასე ხელ გამეტებით არ იშორებდნენ თავიდან და პირიქით ილოდნენ მათ ისევ დასაქმებას სამართალდამცავ ორგანოებში. რა სიტყვით ბატონ დივის? ბატონო თემურ, ალბათ გახსოვთ რომ გამომძებლებრივი ვიყავით, ხო? ზონის პროკურორთან მისვლა ძალიან არ გვინდოდა. მაგრამ
გივი ეხვალია როდესაც იყო სომის პროკურორი მაშინ საგამოძიებო ნაწილში მუშაობდა ჯერ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომცემლად მე საგამოძიებო ნაწილის უფროსად მიხარობდა მასთან მისვლა ის იყო უაღრესად განათლებული პიროვნება რა იყო იცით არ დამოვიწყდება აი ყოველ კონკრეტულ საქმეზე ისეთ ჭკვიანურ ისეთ კვალიფიციურ რჩევას იძლეოდა რომ იქიდან გამოსული განათებული თავით მოდიოდი და ასრულებოდა ნამდვილად ის რაც ბატონმა მირჩია და თავდებოდა საქმე ისე როგორც ფაქტიურად მან გადაწყვიტა ძალიან ძლიერი ძალიან პიროვნება იყო თვითონ აი ძალიან კარგი პიროვნება იყო დადებითი პიროვნება იყო დადებით ემოციებს აფრქებდა რა აი ეს მინდა თქვა მიხაროდა მასთან ურთიერთობა მიხაროდა აი ხა წარმოიდგინეთ თქვენ ასე ცოდით აბსოლუტურად პირთან გამომძიებლის ის თუ ადვოკატი იქნებოდა წარმოიდგინეთ რა შეუძლებდა მაგრამ მიმაჩნია რომ ორივე გავიარეთ ღირსეულად ის ეტაპი ურთიერთობის და რაც ყველაზე მთავარია მას არასოდეს არ უგზნობინებია არა ისევიდა არასოდეს პირიქით შეიძლება რაღაც მე თქვა მე რა ისეთი რომ თქვა ჭკვიანური იყო მისაღები მეთანხმებოდა და აქვე ვიტყვი რომ იყო ადვოკატები რომელისგანაც ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა. ხო იყოს. რასაკვირველი რამდენი წინ. მოდით ამით დავამთავროთ დღეს ჩვენი გადაცემა. მადლობა ტელემაყურებლებს, რომლებიც დაუღალებთ ჩვენი გადაცემები წყალებში, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ყოველი მომდევნო გადაცემას არ გავდეს და რაღაც სიახლე შევმატოთ ჩვენ თავსაც და საზოგადოებასაც. რამე თუ წავიდა ის დრო როდესაც მალანს ეგონა რომ შეიძლება საზოგადოების ადვილად მოტყუება. ჩვენ მოტყუებას მისდათ არ ვისახავთ. უნდა ვიცოდეთ რეალობა და რეალობა როცა გვეცოდინება, ჩვენ ადვილად შევძლებთ იმ მანკიერ შემთხვევებთან ბრძოლას, რასაც სამწუხაროდ ჰქონდა ადგილი. და რისკენაც ქვეყანა რომ მიისახვის და საზოგადოების გამკვლელი ნაწილი ამის დადასტურება თუნდაც ის არის, რომ მე და თქვენ ბატონო მიხეილ შვებთან ერთად 2025 წლის 8 თებერვალს გახდით გელათში დავით ამაშენებლის ხსენების დღეს და იქ მიღებული იქნა სახელმწიფოებრივი დოქტრინა სადაც ჩამოყალიბებულია პოზიცია და ვისაც სურვილი აქვს და მე ვიტყოდი რომ ვინც ცხოვრობს საქართველოში ის ვალდებულიც კი აგაესწროს ამ დოქტრინას თუ როგორ უნდა ვიხედოთ, რა უნდა გავაკეთოთ, ეს არ არის ვინმესი მიმართ ან ქილიკი, ან გასანაწყენებელ პოზიციიდან გამომდინარე არქანი, არამედ ჩვენ მიგვაჩნია მეცნიერებს, რომ ეს გასაკეთებელი. თუ უფრო მეც გააკეთებს, ხელისუფალი იქნება, თუ ის ვინც მომავალში მოვა ხელისუფლებაში, ეს იქნება ძალიან კარგი. მაგრამ როდესაც დოქტრინა გაქვს და ჩაწერილი გექნება შიგ რომ ქართული სტრატეგიული დანიშნულის კონები ობიექტები სხვაზე უცხოელზე არ უნდა გაიყიდოს და არ იყიდება ეს მე მგონი ის საფუძველია რომელსაც უნდა აშენდეს ჩვენი ქვეყნის მოვალე. სხვა თემდა რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად რომელიც ჩამოყალიბებულია 12 პუნქტში და ამ პუნქტების განხილვას დღეს მე არ შევუდგები. რამე თუ ინტერნეტში დევს მთელი ჩანაწერი ამ გელათის კონგრესის მონაწილეების გამოსვლისა და შეგიძლიათ მოусმინოთ და თუ რაიმეს დამატების სურვილი გავიხსენებათ ამის რეალობა კიდევ არსებობს და ყველაფერი ეს იქნება გათვალისწინებული სამოულო საქმეებში. მოდით ამით დავამთავროთ. მადლობა თქვენ რომ გვისმენდით. კარგად გრძანდებოდეთ.